ეს ახალციხეა, თაბუკაშვილის ქუჩა. გიყვებით საავტომობილო გზაზე, რომელიც 4 წელია რეაბილიტაციის მოლოდინშია. ასევე აღნიშნულ გზაზე გიყვებით ორმოზე, რომელიც დროდადრო მცირე ნაგავსაყრელის როლს ითავსებს. თაბუკაშვილის ქუჩაზე ამ გზით მოხვდებით. კადრებში ხედავთ საავტომობილო გზასაც, რომელიც დიდი ხანია დაზიანებულია. აქვეა ის ორმოც, რომელიც წლებია შეკეთებასა და ამოვსებას ელოდება, თუმცა ასფალტის ნაცვლად ის უკვე დიდი ხანია პერიოდულად ნარჩენებით ივსება. საავტომობილო გზაზე ამ ორმოს შესახებ სიუჟეტი 2 წლის წინაც მოვამზადეთ. ორმო მაშინაც ასე გამოიყურებოდა. თაბუკაშვილის ქუჩის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქვთ ახალციხის მერიაშიც. როგორც აქ მცხოვრები ალექსანდრე ლომსაძე გვეუბნება, უწყებას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის გამო არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. დაახლოებით ეს ქუჩა 4 წელიწადია ამ მდგომარეობაშია და თქვენ თვითონაც ნახეთ ამ ხელა ორმოები და ჩვენი ძალებით ვავსებთ ხოლმე მაგ ორმოებს და დღევანდელობამდე რომ კიდე დიდი პრობლემები არ არის და მანქანები არ იმტროვეს, ჩვენი დამსახურება სამეზობლოს ყველას დამეთახმებია, შეგიძლიათ სხვები ჩაწეროთ. მერიასაც მიმართეთ ბევრჯერ, მაგრამ რავი დღემდე არავის არაფერი არ შეუკეთებია ელემენტარულად რა საერთოდ. რას ამბობენ მიზეზად რას ასახელებენ, რატომ ვერ როგორც ყველგან ხდება, აბრალებენ ერთმანეთს. გვეუბნებიან რომ წყალკანალის შახტა გადის ქვეშ და მან უნდა მოაწესრიგონ და როცა წყალკანალს მიმართეთ, ისინი მერიას ამბრალებენ. ჩვენ ქუჩის შესახებ სიუჟეტი 2023 წლის 4 ივლისსაც მოვამზადეთ. მაშინ მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, რომ გეგმავდნენ მანველიშვილისა და კოსტავას ქუჩის მიერთებების რეაბილიტაციას, რომელშიც მოჰყვებოდა თაბუკაშვილის ქუჩაც. თუმცა ამ დრომდე არც თაბუკაშვილს ჩატარებია რეაბილიტაცია და არც მანველიშვილს. რას ამბობს მერია ახლა? უწყებაში ვიდეო კომენტარს არ აკეთებენ და გვეუბნებიან, რომ გზას მაშინ დააგებენ, როდესაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყლის და საკანალიზაციო სისტემას მოაწესრიგებს. როდის, ვინ და რა ფასად? ვკითხეთ წყალმომარაგების კომპანიასაც, თუმცა აქ ჩვენი კითხვების საპასუხოდ წერილობით მიწერა გთხოვეს. მათ ჩვენ უკვე მივწერეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ეს არ არის ერთადერთი საავტომობილო გზა ახალციხეში, რომელიც დაზიანებულია. იგივე ვითარებაა თითქმის ყველა ცენტრალურ თუ შიდა ქუჩაზე, რომლებზეც მასალას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ. გამოიწერეთ და თვალიადევნეთ ჩვენს გვერდს.